გამარჯობათ. ვიწყებთ ლექციების კურსს დასახელებით ბიოტექნოლოგიის პრინციპები. დღევანდელი ლექციის თემა ბიოტექნოლოგიის საგანი და მისი განვითარების ისტორია. ბიოტექნოლოგია ფართო, კომპლექსური და სწრაფად განვითარებადი მეცნიერების დარგია, რომელიც შეიცავს ბევრ სპეციალიზებულ სფეროს. ის იყენებს ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ პროდუქტებს ადამიანის ცხოვრებისა და გარემოს გასაუმჯობესებლად. მე-20 საუკუნის ბოლოდან ჩვენ მოწმევართ ბიოტექნოლოგიური რევოლუციის, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მედიცინისა და სოფლის მეურნეობისათვის, ანუ მთელი საზოგადოებისათვის. ბიოტექნოლოგიას უწოდებენ გამოყენებითი ბიოლოგიის დარგს, რომელიც შეიმუშავებს და განავითარებს ტექნოლოგიებს ცოცხალი ორგანიზმების ან მათი ნივთიერებების გამოყენებით, საზოგადოებისათვის საჭირო პროდუქტების დამზადების ან შეცვლისათვის, მცენარეების, ცხოველებისა და მიკროორგანიზმების მოდიფიკაციისა და გაუმჯობესებისათვის. ბიოტექნოლოგია მოიცავს მრავალ სხვადასხვა ტექნიკურ ხერხსა და საშუალებას. მათ შორის რეკომბინანტულ დნმ ტექნოლოგიას, ანუ გენურ ინჟინერიას. ზოგჯერ თანამედროვე ბიოტექნოლოგიას უწოდებენ სწორედ რეკომბინანტულ დნმ ტექნოლოგიას, რომელიც გულისხმობს ორგანიზმების გენეტიკური მანიპულაციისათვის საჭირო მეთოდებს. ამ მეთოდებით მეცნიერებს შეუძლიათ ცოცხალი ორგანიზმების გენეტიკური მოდიფიკაცია და ახალი პროდუქტების მიღება. ამ ნახატზე სქემატურად წარმოდგენილია დნმ-ის მანიპულაციის მაგალითი. თავდაპირველად გვაქვს დნმ-ის ორი სხვადასხვა ფრაგმენტი და მათი დაჭრითა და მიღებული ფრაგმენტების ახლებურად გაერთიანებით შესაძლებელია მიღებული იქნეს დნმ-ის ახალი მოლეკულა. ბიოტექნოლოგია მულტიდისციპლინარულია და მოიცავს სხვადასხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, აგრეთვე ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებას. ამ სქემაზე ჩამოთვლილია სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების ის დარგები, რომელთაც განსაკუთრებად მჭიდრო და ორმხრივი ურთიერთკავშირი აქვს ბიოტექნოლოგიასთან. ესაა უჯრედის ბიოლოგია, მოლეკულური ბიოლოგია, ბიოქიმია, მიკრობიოლოგია, გენეტიკა და ფიზიოლოგია. ბიოტექნოლოგია ეყრდნობა ამ დარგებში დაგროვილ ცოდნასა და აქ მიღწეულ წარმატებებს, შედეგებს და თავის მხრივ ზემოქმედებს ამ დარგების განვითარებაზე. ბიოტექნოლოგიის ცოდნა ზოგადად მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიოლოგიაში მუშაობისათვის ბიოლოგიის ბევრი სხვადასხვა პრობლემის წარმატებით გადაჭრისათვის. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, ბიოტექნოლოგია ეყრდნობა საინჟინრო და კომპიუტერულ მეცნიერებების ტექნიკურ ხერხებსა და მეთოდებს და განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიოინფორმატიკა. ბიოტექნოლოგიის შეიძლება შეიცვალოს და გაუმჯობესდეს ცოცხალი ორგანიზმები, მცენარეები, ცხოველები და მიკროორგანიზმები. კვლევის ობიექტის მიხედვით გამოიყოფა სამი ძირითადი მიმართულება. ესაა მიკრობული, მცენარეთა და ცხოველთა ბიოტექნოლოგია. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს გამოყოფენ საზღვაო ბიოტექნოლოგიას, ვინაიდან ზღვის ცოცხალი ორგანიზმების შესწავლამ და მათმა გამოყენებამ ბიოტექნოლოგიაში ძალიან დიდი როლი შეასრულა ბიოტექნოლოგიის განვითარებაში. ძალიან დიდი ცოდნა დაგროვდა ამ სფეროში, ამიტომ განსაკუთრებულად გამოყოფენ ამ ბოლო დროს საზღვაო ბიოტექნოლოგიას, რომელიც გულისხმობს ზღვების, ოკეანეების და საერთოდ
წყლით დაფარული ადგილების ცოცხალი ორგანიზმების შესწავლას და მის გამოყენებას ბიოტექნოლოგიაში. ბიოტექნოლოგია გამოიყენება შემდეგ სფეროებში. ესაა მედიცინა, ჯანმრთელობის დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ინდუსტრია. გამოყენების სფეროების მიხედვით გამოიყოფა 4 ძირითადი ქვედარგი: სამედიცინო, აგრარული, გარემოს დაცვისა და ინდუსტრიული ბიოტექნოლოგია. აქ გამოსახულია ისინი სხვადასხვა ფერებით, იმის აღსანიშნავად, რომ ხშირად ამ დარგებს ხატოვნად უწოდებენ წითელ ბიოტექნოლოგიას, სამედიცინო ბიოტექნოლოგიას, მწვანე ბიოტექნოლოგიით მოიხსენიებენ აგრარულს, ხოლო თეთრი ბიოტექნოლოგიას უწოდებენ გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგიას. სამედიცინო ბიოტექნოლოგია მოიცავს ფარმაცევტული საშუალებების, ცილების, ფერმენტების, ანტიბიოტიკების წარმოებას, დაავადებების დიაგნოსტიკას და დიაგნოსტიკის მეთოდების და ტექნოლოგიების შემუშავებას, მათ შორის ისეთი აქტუალური დაავადებების, როგორიცაა სიმსივნეები და შიდსი, დაავადებების პრევენციასა და მკურნალობას, ვაქცინებითა და გენური თერაპიით. აგრარული ბიოტექნოლოგიით იწარმოება ახალი საკვები პროდუქტები, გაუმჯობესებული თვისებებით და ახალი მახასიათებლებით. ვირუსებისა და სხვადასხვა დაავადებების მიმართ გამძლე მცენარეები და ცხოველები. გარდა ამისა, მცენარეები მაღალი პროდუქტიულობით, სხვადასხვა მწერების მიმართ მდგრადობით. ეს არის, მათ ასევე უწოდებენ გენმოდიფიცირებულ მცენარეებს და მათგან დამზადებულ საკვებ პროდუქტებს. გარემოს დაცვის, ანუ ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია იყენებს ბიოტექნოლოგიურ სტრატეგიასა და სხვადასხვა ხერხებს დაბინძურებული გარემოს აღდგენისა და გაწმენდისათვის ორგანიზმების გამოყენებით. განსაკუთრებით აქ გამოიყენება მიკროორგანიზმები. ბუნების დაცვა, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების შენარჩუნება და დაცვა. ინდუსტრიული ბიოტექნოლოგიით იწარმოება ქიმიკალები, ბიოსაწვავი, ტექნიკური ზეთები, ბიოდეგრადირებადი პლასმასები და სხვა. ბოლო დროს განსაკუთრებით განვითარდა ნანობიოტექნოლოგია. ის შეიქმნა ბიოლოგიისა და ნანოტექნოლოგიის გაერთიანებით და გულისხმობს ბიოლოგიურ კვლევას და ბიოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას ნანოტექნოლოგიის გამოყენებით. მას ასევე უწოდებენ მინიატურულ ბიოტექნოლოგიას. ნანოტექნოლოგია იყენებს ნანონაწილაკებსა და ნანომოწყობილობებს. ბიოტექნოლოგიით შეიძლება მიღებული იქნეს ახალი და იშვიათი პროდუქტები, რომლებიც მანამდე ბუნებაში არ არსებობდა, ან არსებობს იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე საჭიროა გარკვეული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეს არის მრავალფეროვანი, სხვადასხვა დანიშნულების სპეციფიური პროდუქტები, როგორიცაა ახალი და გაუმჯობესებული საკვები პროდუქტები, ფარმაცევტული საშუალებები, ტრანსგენური მცენარეები, მოდიფიცირებული შინაური ცხოველები, ინდუსტრიული ქიმიკალები, დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებები, მეთოდები, გენეტიკური ანალიზის მეთოდები და ტექნოლოგიები, გარემოს დაცვის გასუფთავების ტექნოლოგიები. ბოლო 30 წლის მანძილზე ბიოტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება და დიდი აღმავლობა განიცადა.
მსოფლიოში შექმნილია ასობით კვლევითი ინსტიტუტი და ათასობით ბიოტექნოლოგიური კომპანია, სადაც მიმდინარეობს ბიოტექნოლოგიური კვლევა და პროდუქტების დამზადება. აღსანიშნავია, რომ ბიოტექნოლოგიის განვითარება მიაღწია ინდუსტრიულ მასშტაბებს. შექმნილია ქარხნები, სადაც ხდება ზოგიერთი და პროდუქტების წარმოება დიდი რაოდენობით. ამ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბიოტექნოლოგიით დაინტერესებული არა მარტო მეცნიერება, არამედ ინდუსტრია და საზოგადოება მთლიანად. ბიოტექნოლოგიით ხდება საზოგადოებისთვის საჭირო კომერციული პროდუქტების წარმოება, რაც ნიშნავს, რომ ის დამოკიდებულია საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებზე. ამასთან ბიოტექნოლოგია თვითონაც ახდენს გავლენას საზოგადოებასა და გარემოზე. ბიოტექნოლოგიის საშუალებით ახალი და ტრანსგენური პროდუქტების შექმნამ გამოიწვია დიდი დებატები და აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში. წარმოშვა ბიოუსაფრთხოების იურიდიული, სოციოლოგიური და ეთიკის საკითხები. ამიტომ ბიოტექნოლოგიის გრადი განვითარებისათვის შექმნილია რეგულირების საერთაშორისო და ადგილობრივი სისტემები, რომელიც გულისხმობს როგორც საკანონმდებლო საფუძვლებს, ასევე პრაქტიკულ ღონისძიებებსა და სამეცნიერო ტექნიკური ბაზის შექმნასა და განვითარებას.